მე ვარ დავით ვერძე 12 წლის. ვსწავლობ მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, სიმღერა და კომპიუტერული თამაშები. აქინა ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ბავშვობიდან მიყვარს ხატვა და წელს შევედი სამხატვრო სკოლაში. ჯავაბარი გამოსცა და ამიყონეს ხატვის სკოლაში. დამახატიეს თოქი, შეაფასეს და მოვეწონა. ბავშვობიდან ვხატავ და ამ გამოცდისთვის მომზადებული ვიყავ. სამხატვრო სკოლაში მასწავლიან ჩრდილებს, კონტურებს და ფერების შერჩევას. ჩემთვის შედარებით რთული არის კონტურების გაკეთება. ყველაზე ხშირად ვხატავ ნატურმორტს. ჩემი ნახატების პირველი შემფასებელი არის დედაჩემი. სამხატვრო სკოლაში მასწავლის რამდენიმე მასწავლებელი. ყველა ერთმანეთზე კარგია და მასწავლებლებში ძალიან გამიმართლა. ახლა მუშაობთ ნატურმორტზე და ზოგჯერ გვაქვს თავისუფალი დრო, რომელსაც გვინდა ის დავხატოთ. ჩემი ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 7 წელი. იმიტომ ვაგროვებ, რომ როცა გავიზრდები, გავიხსენო ჩემი ბავშვობა და გავიხსენო როგორ ვხატავდი. ჩემი საყვარელი ფერია წითელი და არ მიყვარს მწვანე. ჩემი პერსონალური გამოფენა მინდა მქონდეს ამერიკაში. შაშან ბულვარში ყიდი ჩემს ნახატებს და გავყიდე 5-6 წელი. თვითონ ნახატი ღირდა 3 ლარი. მე ფული როცა მაქვს, ვხარჯავ წვენებში. მე რო გავიზრდები, ხელფასი მექნება 5000 ლარი. ბევრი ფული მქონდეს დავეხმარებოდი გაჭირვებულ ადამიანებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი უპატრონო ბავშვებს. რეალურად ჩემთვის მანქანას ვიყიდი და ერთ სახლს. 29 წელს რო ვიქნები, ვიყიდი წითელ Nissan GT-R 55-ს. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ არიან ძალიან კარგი მასწავლებლები და კლასელებიც. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ვიკა ჩოგაძე. ყველაზე ჭკვიანი არის ანასტასია დიასამიძე. ყველაზე მშვიდია გეგა შარაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ანა რევიო. მე ვარ ყველაზე სიმპათიური, მჭიერი, თბილი და მეგობრული. სულს მოვიყვან ვიქნები 24 წლის. შვილებს დავარქმევ ანდრიას და ელენეს. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. საყვარელი მასწავლებელი არის ნათია კახაძე. იმიტომ რომ ძალიან საყვარელი არის, თბილი არის, მეგობრული და რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე არქიტექტურა. ბავშვობაში მინდა რომ გამოსულიყავი ფეხბურთელი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, ბებია, ბაბუა და ჩემი ძმა. ჩემი ძმა არის 16 წლის და ქვია გიორგი. ის არის სიმპათიური, სერიოზული და უყვარს გართობა. ჩემი აზრით გიორგი რო გაიზრდება, გამოვა პილოტი. დედიკო არის ლამაზი, თბილი, საყვარელი და ზრუნველი. ძალიან უყვარს დედიკოს გაკეთებული კექსი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს შაურმას. მე ასევე მიყვარს სიმღერა. ახლა ვაპირებ ვისწავლო გიტარაზე დაკვრა. ისე მიყვარს სიმღერა, რომ სახში სულ მღერი. ჩემი აზრით მე მაქვს ნიჭი და სიამოვნებით ვიმღერებდი დიდ სცენაზე. ჯაზოსნი ჯოხი რომ გონდეს, გავაჩენდი ნამდვილი ჩემს საყვარელ მანქანას. სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ხოჭო ბიჭი. მე რო წერალი ვიყო, წიგნს დავწერდი კარგ ამბებზე. ჩემი საყვარელი ფილმია გუმბათის ქვეშ. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია კვადრო. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად მე ძალიან მიყვარს კომპიუტერული თამაშები. PUBG და Roblox. ბედნიერება არის ოჯახთან ერთად ყოფნა და კარგი ცოლ-შვილი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.